წარმოიდგინეთ, რომ დღის მანძილზე ძალიან ბევრი იმუშავეთ, დაიღალეთ, ბევრი დრო და რესურსი დაკარგეთ, თუმცა ბოლოს აღმოაჩინეთ, რომ ის რაც გააკეთეთ, არავის არ ჭირდება. როგორ ფიქრობთ, შეიქმნა თუ არა ღირებულება? ბევრს გონია, რომ შრომა ნიშნავს ღირებულების შექმნას. რეალურად კი ღირებულება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი მზად არის ამისთვის ჩვენ თანხა გადაგვეხადოს. გამარჯობა, მე ვარ ირმა ფერძენიშვილი, Lean Six Sigma ექსპერტი და დღევანდელ ვიდეოში მე მინდა გესაუბროთ თუ რა არის რეალური ღირებულება, როგორ განვასხვაოთ ის დანაკარგისგან და ვინ არის რეალური მსაჯული იმისა თუ როგორ განვასხვაოთ ღირებულება დანაკარგისგან. Lean Management-ში ერთი მკაცრი სიმართლე არსებობს. ღირებულებას არ ქმნის კომპანიაში არც დირექტორი, არც მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი და გაყიდვების მმართველობის ხელმძღვანელი, არამედ ღირებულებას ადგენს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. შესაბამისად, თუ თქვენი პროცესი არ ცვლის და არ ხდის უფრო სასურველს თქვენივე პროდუქტს თუ თქვენივე სერვისს მომხმარებლისთვის, მაშინ თქვენ ღირებულებას არ ქმნით, არამედ ქმნით დანაკარგს, რომელსაც იაპონურად ჩვენ ლინჩი მუდას ვეძახით. ავიღოთ FMCG სექტორი. მაგალითად, თქვენ მოაწყეთ თქვენი საწყობი ძალიან ლამაზად და ამისათვის საკმაოდ დიდი შრომაც გაწიეთ. რეალურად ეს ხშირ შემთხვევაში მომხმარებლისთვის შესაძლოა საერთოდ არ იყოს ღირებული. წარმოიდგინეთ მომხმარებელი, რომელიც თქვენთან მაღაზიაში შემოდის იმისთვის, რომ იყიდოს ხინკალი, რა იქნება მისთვის მთავარი ღირებულება. ერთი ის, რომ ადგილზე ტახდეს თაროზე, მალე მიაგნოს ხინკალს, ასევე გემო და ხარისხი და ეს ყველაფერი ბუნებრივია, როგორც ვთქვი, რომ სწრაფად განახორციელოს. აი ეს არის მთავარი ღირებულება. თუმცა ის, რომ ჩვენ ხინკალი უკან საწყობში ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რამოდენიმეჯერ გადავაადგილეთ იმისთვის, რომ უფრო კარგად და ლამაზად გამგველაგებინა, ეს რეალურად მისთვის საერთოდ არ არის ღირებულება, არამედ დანაკარგია ამ შემთხვევაში. და სწორად ასე უყურებთ ლინჩში ჩვენ შექმნილ ღირებულებას. ახლა ვნახოთ ერთ-ერთი მაგალითი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის. ამ შემთხვევაში ჩვენ ფიზიკურ პროდუქტზე არ გვაქვს საუბარი, ეს არის სერვისი. წარმოვიდგინოთ მომხმარებელი, რომელსაც ესაჭიროება, რომ აიღოს სესხი, რაც შეიძლება სწრაფად და ის მოდის ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში. როგორც აღვნიშნე მისთვის ღირებულება, ამ შემთხვევაში რა გამოდის, ხო? სწრაფად აღებული სესხი, რომელსაც ის გამოიყენებს თავისი საჭიროების და მიხედვით. ჩვენ კი გვაქვს ჩვენი პროცესები ორგანიზაციაში. მას ხდება საკრედიტო ოფიცერი, რომელიც დამტკიცებულ სესხს ცდილობს, რომ გასცეს. შესაბამისად, ის უბეჭდავს ხელშეკრულებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე 10 ან მეტი გვერდი, აწერინებს მას ხელს რამოდენიმე გვერდზე, თუმცა აქ არ მთავრდება პროცესი. შემდგომ მიაგეს ხელშეკრულება მის მენეჯერთან და სჭირდება, რომ მას დაავტორიზოს ეს ხელშეკრულება. თუმცა მენეჯერი ადგილზე არ ხვდება და უწევს შესაბამისად ლოგინი. აი ეს არის ის ეგრეთ წოდებული ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც უკან უდგას ჩვენ ამ სესხის გაცემას, რაც ბუნებრივად იწევს ლოგინს მომხმარებლის და შესაბამისად ის არ არის მისად ამაში თანხა გადაიხადოს. მას სჭირდება სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროთ. და ის რომ ის საკომისიო სიხდის და შემდგომ პროცენტ სიხდის, აი ეს საკომისიო მისთვის არის რომ სწრაფად მიიღოს ის რესურსი, რაც მას ესაჭიროება. თუმცა ის ლოგინი არ არის ის ღირებულება, რაც მას მზადყოფნაში ამყოფებს, რომ დამატებით საკომისიო თუ პროცენტი გადაგვიხადოს. მაშასე, სანამ ახალ პროექტს დაიწყებთ, ან პროცესის შეცვლას გადაწყვეტავთ, დავფიქრდეთ კარგად და დავსვათ კითხვა. რამდენად ჩვენი ამ პროცესით თუ პროექტით შევქმნით ღირებულებას საბოლოო მომხმარებლისთვის. და თუ პასუხი იქნება არა, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ რეალურად ვიმუშავებთ ძირითადად დანაკარგების შექმნაზე და არა ღირებულების შექმნაზე. ასევე მინდა გვახსოვდეს, რომ ლინი არ არის მხოლოდ ხარჯების დაზოგვა. ის ფოკუსს ახდენს და გვეხმარება დავაპრიორიტეტოთ თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არის ღირებული და ამაზე თავისი ამ სისტემით გვამყოფებს მუდმივად მზადყოფნაში. მადლობა, დღეს მოვიხილეთ ლინის მიხედვით თუ რა არის შექმნილი ღირებულება და შემდგომ ვიდეოში უკვე გაგიზიარებ დანაკარგების შესახებ, თუ რა ტიპის დანაკარგები არსებობს, თავისი ჩვენი ქართული კომპანიების მაგალითები.